საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ვარსქენ პიტიახშის შესახებ. ვარსქენ პიტიახში შუშანიკის წამების ერთ-ერთი მთავარი გმირია. საერთოდ ჰაგიოგრაფიას არ ახასიათებდა უარყოფითი პერსონაჟების ასახვა, რადგან უარყოფითი მაგალითის მხილების გზით აღზრდა ქრისტიანული აზრით, მსოფლმხედველობით ნაკლებად ეფექტურია. გაცილებით უფრო უკეთესად მიიჩნევენ წმინდა მამები, რომ ადამიანი აღზარდო დადებითი მაგალითით, დადებითისკენ მოუწოდო, ვიდრე აჩვენო უარყოფითი და შეაძულო, რადგან სამწუხაროდ უარყოფითი მაგალითი გაცილებით უფრო ადვილად გადამდებად ითვლება. ამიტომაც არის, რომ ჰაგიოგრაფიაში თქვენ ვერ შეხვდებით უარყოფით პერსონაჟებს, ანუ ისეთ ადამიანებს, რომელთა დახასიათებაც ხერ ხდება. რასაკვირველია, როცა არის მოწამე, იქ საჭიროა მტანჯველიც, მაგრამ ამ მტანჯველის ძირითადად სახელიც კი არ ვიცით ხოლმე. ხოლო რაც შეეხება ვარსქენ პიტიახს, შეიძლება ითქვას, რომ ის ოდნავ რეალისტური სახეც კია, უფრო მეტად ვიდრე წმინდა შუშანიკი და მისი დახასიათება შეიძლება უფრო იოლიც კი იყოს, მასში უფრო დავინახავთ ცოცხალი ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებას და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჰაგიოგრაფიის წმინდანი უნდა ყოფილიყო როგორც ერთგვარი ფრესკა, ამაღლებული, ზნეკეთილი, ხოლო უარყოფითი პერსონაჟი ან საერთოდ არ აისახებოდა და ან აისახებოდა მისი მიწიერი ბუნება. ვარსქენ პიტიახში ერთ-ერთი საუკეთესო სახეა მხატვრულობის თვალსაზრისით უარყოფითი პერსონაჟის მაგალითისა ჰაგიოგრაფიაში. იგი გახლავთ არშუშა პიტიახშის ძე და თავადაც პიტიახში. მისი მეუღლე შუშანიკია, მას 4 შვილი ყავს, 3 ძე და 1 ასული და უპირველესი თვისება, მისი უმთავრესი თვისება, რომლის გამოც შეცდომაზე უშვებს და თავის სულს გაწირავს ხორცის ტყვეობისათვის, გახლავთ, რომ ის არის პატივმოყვარე ადამიანი. მიზანი, რაც ვარსქენს აქვს, არის ამქვეყნიური ტკბობა და მიზანი მას აქვს, რომ ყველაფერი ამ ქვეყნადვე მიიღოს, სასუფეველი არ აინტერესებს. ამიტომაც არის, რომ იგი თავიდანვე ნაწარმოები ასე იწყება, თავიდანვე, რომ იგი მიემართება პეროსთან, რათა შეიცვალოს სარწმუნოება, ასულის თხოვოს ცოლად, ამით ერთგულება დაუმტკიცოს და მოქმედებს საკუთარი ხალხისა და საკუთარი სარწმუნოების წინააღმდეგ. ამიტომაც არის, რომ ვარსქენს იაკობ ხუცესი უწოდებს უბადრუკს, უკეთურს და სამგზის საწყალობელს. უბადრუკი ნიშნავს სულიერად უღირს ადამიანს, რომლის სულიერი ფასეულობანი, უფრო უფასურობანია, ასე ვთქვათ, გაუფასურებულია მისი სული და უფალი არ მიიღებს მას თავის სასუფეველში უღირსობის გამო. უკეთური მოდის სიტყვა სიკეთიდან. უკეთური არის ის, ვისაც აღარ აქვს სიკეთე სულში, რადგან ქრისტიანული თვალსაზრისით უფალი ასხივებს სიკეთეს და ყველა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა თანაბრად მიიღოს სიკეთე. აი გაგახსენებთ ვეფხისტყაოსნის ავტორის არაჩვეულებრივ სწავლებას, ვარდთა და ნეხვთა ვინადგან მზე სწორად მოეფინების. და ეს არის მაგალითი, რადგან მზე უფლის ერთ-ერთი სახელია, მაგალითია იმისა, თუ როგორ მოეფინება უფალი ყველას, ვარდსაც, ანუ საუკეთესო სურნელოვანს ლამას და ნეხვსაც, ანუ ამ სიმბოლოთი მიუღებელს, უბადრუკს, უსახურს, მაგრამ უფლისათვის სულ ერთია, ნებისმიერი ჩვენგანი სურვილზეა დამოკიდებული, სითბოს რა რაოდენობას მივიღებთ უფლისაგან მომდინარეს. ვარსქენი კი არის ის, ვინც ამ სიკეთეს არ იღებს და თანდათან ის ხდება უკეთური, ანუ სიკეთეს საბოლოოდ მოკლებული საკუთარი სურვილით. ხოლო სამგზის საწყალობელი გახლავთ მინიშნება იმისა, რომ ვარსქენი მამის, ძის და სულიწმინდისაგან არის დაგმობილი. სამგზის საწყალობელი გახლავთ ანტონიმი სამგზის სანატრელისა და რადგან შუშანიკის წამება ასახავს დაპირისპირებას შუშანიკსა და ვარსქენს შორის, თუ დედოფალი არის სამგზის სანატრელი, ვარსქენი შესაბამისად არის სამგზის საწყალობელი. დედოფალი განდიდებულია სამებისაგან, ხოლო ვარსქენი დაგმობილია. აი ამ სამგზის საწყალობელი ვარსქენის საქციელში ყველაზე მეტად გასაკვირი, რაც არის იაკობ ხუცესისთვის,
არის მისი ორგულობა და მისი უარმყოფელი პოლიტიკა იმ ყოველივეს მიმართ, რაც ქართული და რაც ქრისტიანულია. გასაოცარია ვარსქენის აღზრდის და ვარსქენის გარემო პირობების შემთხვევაში ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება. გასაოცარია იაკობისთვის და სრულიად მიუღებელი. ამიტომაც ამბობს, რომ იგი სატირალი იყო და ვინ არ უნდა სტიროდესო მასო. რომელსაც არც ჭირი უხილავს, არც მახვილი, არც საპყრობილეში მჯდარა და საკუთარი ნებით უარყო თავისი სულიერი კეთილდღეობა, საკუთარი ნებით უარი თქვა ქრისტიანობაზე და იმაზე, რომ ღირსეულ კაცად დარჩენილიყო თავისი ქვეყნის ისტორიაში და საკუთარი ნებით მტერს გაუერთგულა და მტრისკენ გადადგა ნაბიჯი. გარდა პატივმოყვარეობისა, ამით გამოჩნდება მისი ორგული ბუნებაც, რადგან ადამიანი ორგული თუ არ არის და მოღალატე, ამგვარ ნაბიჯებს იგი როგორც წესი არ დგამს. ამიტომაც აი ამ ორგულობისა და მოღალატეობის თვალსაზრისით ერთი ეპიზოდი აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ. რატომ არის რომ ვარსქენი გამაზდიანდება მაინც და მაინც პეროზის კარზე და მაინც და მაინც მის ასულ სითხოვს ცოლად? რასაკვირველია, მას შეუძლია ნებისმიერი სხვა ქალი მოიყვანოს და თუ აქ გამაზდიანდებოდა პეროზამდე ეს ამბავი მაინც ჩავიდოდა, იგი მაინც გაიგებდა, რომ ჰერეთის პიტიახშმა ასეთი ნაბიჯი გადადგა. ამაშიც ჩანს ვარსქენის ქვეგამხედვარი და პატივმოყვარე ბუნება. თან მას აქვს ასეთი დაფარული მიზანი. საქმე ის გახლავთ, რომ არშუშა პიტიახში ვარსქენის მამა თავის დროზე იძულებული გახდა მიეღო მაზდეანობა. კერძოდ იგი პეროზმა დაიბარა ვარდან მამიკონიანთან ერთად და შემდეგ ისე მოხდა, რომ სიცოცხლის საფრთხის მუქარის გამო არშუშა პიტიახში გამაზდეანდა. მაგრამ იგი ჩამოვიდა თუ არა საქართველოში, კვლავ დაიბრუნა თავისი რჯული და მოინანია ის, რომ ასეთი საფრთხის გამო იძულებული გახდა სარწმუნოება შეეცვალა. ვარსქენის მიზანი კი არის დაუმტკიცოს პეროზს, რომ ის არ არის მამამისის მსგავსი კაცი. ანუ რომ მას ნამდვილად სურს მაზდეანობის მიღება და არა მამამისივით ორპირულად თვალთმაქცურად და აი სწორედ ამიტომ მის კარზე კონკრეტულად ესე იგი მასთან მის თვალწინ გადაწყვეტს მაზდეანობას და კონკრეტულად მის ასულსაც იმიტომ ითხოვს ცოლად, რომ აი ამით უთხრას ანიშნოს მას, რომ ეს სიძეობა პეროზისა ხაზგასმით წარმოაჩენს მის უარყოფას ქრისტიანობის, რადგან ქრისტიანი ადამიანი ცოცხალი მეუღლის ხელში მეორე მეუღლეს ვერ შეირთავს ცოლად. ერთადერთი გამონაკლისი არსებობს კიდევ თუ მეუღლე შემონაზუნდება. მხოლოდ ამ ორ შემთხვევაში აქვს უფლება ქრისტიანს, რომ მან სხვა მეუღლე მოიყვანოს. და როცა ვარსქენი ამ ნაბიჯს დგამს, პეროზის ასულს ირთავს ცოლად, მას სწორედ ამისი ხაზგასმა უნდა, რომ ის ნამდვილად გამაზდიანდა, ნამდვილად ერთგული კაცი გახდა პეროზის და ნამდვილად დაიწყებს ბრძოლას საკუთარი ცოლშვილის წინააღმდეგ. აქ ვარსქენი თავდაჯერებულ ბუნებასაც გამოაჩენს, როცა პეროზ შუშანიკის ნებართვის გარეშე დაჰპირდება, რომ იგი შუშანიკსაც გაამაზდიანებს და თავის შვილებსაც მიაღებინებს ამ სარწმუნოებას. ვარსქენი ნაწარმოების მიხედვით თვალთმაქცი კაციც არის. ანუ მას არ სურს, რომ მის შესახებ ცუდი წარმოდგენა ჰქონდეთ. ყოველთვის ცდილობს დამალოს თავისი ნამოქმედარი. ამიტომ როცა იგი ბრუნდება სპარსეთიდან, შეეცდება, რომ ისე შემოვიდეს ქვეყანაში, როგორც ერთგული კაცი. ამისათვის იგი ასეთ ნაბიჯს გადადგამს. მოითხოვს წინ მიეგებნენ მას ძენი და მსახურნი, რათა მათ გამო როგორც ერთგული ისე შემოვიდეს. ანუ ვარსქენს არ სურს ხალხმა იცოდეს მისი ორგულობის შესახებ. შემდგომში, როცა იგი შეხვდება და სიყვარულით დაელაპარაკება სიხარულითაც ღიმილით სასულიერო პირებს, აქაც მისი თვალთმაქცი ბუნება გამოჩნდება. თითქოს მას არაფერი დაუშავებია და თითქოს ისევ ძველებურად, ისეთია, როგორიც იყო ძველებურად ერთგული თავისი ხალხისა და თავისი საქმისა. აი ეს თვალთმაქცობა მას შემდგომშიც არაერთხელ გამოუვლენია. იგი სპარსთან ყოველთვის თვალთმაქცობს, რადგან ამ სპარსის უკან პეროზი დგას და მის ყოველ სიტყვას ასრულებს იმისთვის, რომ პეროზის თვალში კარგ კაცად კვლავ და კვლავ გამოჩნდეს და აი ეს თვალთმაქცობა მას მაშინაც სჭირდება, როცა ნაცემ შუშანიკზე გაიოცებს
როცა შუშანიკს დაინახავს ნაცემს, გაიოცებს, თითქოს იგი არაფერ შუაშია და თითქოს მას არ მიუძღვის წვლილი დედოფლის ასეთ დღეში ჩაყენების გამო. ეს თვისებები ვარსქენის მის ორმაგ ბუნებაზე, მის გაიძვერობაზე მეტყველებს და მეტყველებს იმაზე, რომ გარედან სხვანაირი და შიგნით კი სხვანაირი მტერი ყველაზე უფრო ძნელი მტერია. ქართული ანდაზისა არ იყოს, რომ მოყარე მტერი ყოველგვარ მტერზე უარესიაო და ვარსქენი სწორედ ცდილობს იმას, რომ იგი მოყარე მტერი იყოს, ხალხს იგი მოყარე ეგონოს, სინამდვილეში კი მტრულად დახვდეს მათ და მათ სულსა და მათ ღირსებებს კითხვის ნიშანი დაუსვას. ვარსქენი მამის საქმის ერთგულია და შესაბამისად უფლის ერთგულიც. განსაკუთრებულად ისჯებოდა ქრისტიანული თვალსაზრისით ურჩიშვილი. რადგან ურჩიშვილი არ ღვევდა ცნებას, პატივეთს მამასაშენსა და დედასაშენსა და მას ეკეტებოდა თავისი მშობლისაგან სასუფევლის კარი. მაგრამ ვარსქენისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ამიტომაც შეუძლია მას, რომ თავისუფლად უარყოს მამაპაპის საქმეები და მამაპაპის სარწმუნოება. დედოფალი როცა შეახსენებს მას ამას და როცა ცდილობს, რომ თავისი მოღალატური და გამცემლური ბუნების შესახებ დააფიქროს და იქნებ ახალი ნაბიჯი გადაადგმევინოს რაიმე სასიკეთო, ვარსქენი საერთოდ არ უპასუხებს მას. ანუ მისთვის მამის საქმის ღალატი დიდი ვერაფერი ბრალდება და ამის გამო თავს ურჩ და დასჯილ შვილად შეცდომილ ძედ სულაც არ აღიქვამს და არ განიცდის. მიაჩნია, რომ ეს არის სწორი საქციელი და ასეთნაირად უნდა ცხოვრობდეს. იგი საშინლად დაუნდობელი, სასტიკი, შეუბრალებელი ადამიანია, რაც აისახება ერთი მხრივ იმაში, თუ როგორ ექცევა დედოფალს, როგორ სცემს მას, როგორ შეურაცხყოფს მას, როგორ ავიწროვებს და იმითაც აისახება, თუ როგორ ექცევა უბრალო ხალხს. ნებისმიერი მისი სიტყვის გადაბრუნებისათვის, ან ნებისმიერი ბრძანების შეუსრულებლობისათვის, იგი თავის ხელქვეითებს სიკვდილით დასჯით ემუქრება. თანაც ხომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის უბრალო სიტყვა, მუქარა, იცოდე მოგკლავ. ასე იციან ხოლმე ადამიანებმა ხშირად, მაგრამ საინტერესოა, რომ არც ერთ ადამიანს, ვისაც იგი ემუქრება, ეჭვი არ ეპარება, ოდნავ მაინც. ყველა მათგანმა იცის, რომ ვარსქენი ამ სიტყვას შეასრულებს. ამიტომაც არის მცველი იაკობს, რომ ეუბნება, ვაი თუ გაიგოს ვარსქენმა მომკლავსო. ანდა იაკობიც ეუბნება, მერე რა, თუნდაც მოგკლას. ანუ იაკობსაც სჯერა და ამ მცველსაც, რომ ვარსქენი ასეთი შეუბრალებელი ადამიანი რახან არის, ის აუცილებლად სიკვდილით დასჯის მუქარასაც კი შეასრულებს და დასჯის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რაიმე მისთვის არასასურველს ჩაიდენს. ვარსქენი ბოროტი ადამიანია, მაგრამ ამავე დროს ის არის ძალიან გონიერი. საერთოდ ქრისტიანობა განარჩევდა კეთილგონიერებას და ბოროტგონიერებას და თავდამსხმელი, მტერი, მაწამებელი, რაც უფრო გონიერი იყო, მით უფრო მეტ სასჯელს და მით უფრო დაფარულ სასჯელს უმზადებდა იგი წმინდანს. აი ამიტომაც არის, რომ იაკობ ხუცესი არერიდება ვარსქენის გონიერება გვიჩვენოს ჩვენ. თუმცაერიდებოდა ყოველთვის აგიოგრაფია დადებითი პერსონაჟისთვის უარყოფითი თვისების მიწერას, ხოლო უარყოფითი პერსონაჟისთვის დადებითი თვისებისა. აი ამიტომაც არის, რომ ვარსქენი გონიერი კია, მაგრამ ის ბოროტ გონიერია და თავისი ბოროტი გონებით ახერხებს პურობის ეპიზოდში მახეები დაუგოს დედოფალს, შემდეგ დამალოს მან, შენიღბოს თავისი საქციელი და ისეთნაირად იცხოვროს, თითქოს შუშანიკია ყველაფერში დამნაშავე, თითქოს ვარსქენს სურს მასთან შერიგება, შუშანიკი კი ოჯახის დამაქცევარია. წარამარა ციხეში თუ სხვაგანაც სასახლეში ყოფნის დროსაც ის ცდილობს თითქოს შემოირიგოს დედოფალი, მაგრამ ეს არის მხოლოდ მცდელობა იმისთვის, რომ დედოფალი სარწმუნოებრივად მცდარ გზაზე დააყენოს და გადაიყვანოს იგი ამ ჭეშმარიტი რჯულიდან. ვარსქენის გონიერებაზე ისიც კი მეტყველებს, რომ არასოდეს იგი პირდაპირ არ სთხოვს დედოფალს რჯულის შეცვლას. ანუ ამით იგი იმდროინდელ სასულიერო პირებს და გნებავთ ვახტანგ გორგასალს არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აშკარად იბრძოლონ მის წინააღმდეგ. იგი თითქოს კეთილშობილი კაცის
ნიღაბს ამოფარებული, ცდილობს ცოლთან შერიგებას, ცდილობს მის კვლავდაბრუნებას, მასთან კეთილ ურთიერთობას და აი ასე ცდილობს მართლა გველივით გამოიყურებოდეს, რომელიც კანს ხშირად იცვლის, რომელიც გარეგნულად კეთილკაცად ჩანს თითქოს და ლამაზკაცად, ხოლო შიგნით კი არის იგი შებეთქილი საფლავივით, გარედან ლამაზი და შიგნიდან სიმყრალით სავსე და აქოდებული. ვარსკენს რამდენიმე პერსონაჟსაც, ბიბლიურ პერსონაჟს ადარებს ავტორი და მოიხსენიებს მას რამდენიმე სახელით. უპირველეს ყოვლისა იგი მოხსენიებულია როგორც მგელი, მხეცი და ცოფი. სამივე ეს ეშმაკის სახელი გახლავთ, რადგან ვარსკენი არის ეშმაკის მსახური, ძალაუნებურად ის მგელი ხდება, რომელიც ცდილობს, რომ ქრისტეს ცხვარი მოიტაცოს, ქრისტეს სამწყოს მოაშოროს. შუშანი კი ამ სამწყოს იგი მოაშორებს თავის შვილებსაც და ალბათ კიდევ ბევრ ადამიანს, რომელსაც იგი იძულებით გახდიდა მასდეანს, რომ ამითი პეროზისთვის მიცემული სიტყვა შეესრულებინა. გარდა ამისა, შეგვიძლია იგი პილატეს და პავლეს ოღონდ სავლეობის პერიოდში, ანუ სანამ მოციქული გახდებოდა, მანამდე შევადაროთ. პილატესთან მისი შედარება ხერხდება მაშინ, როცა იგი მცველებს მიმართავს, რომ თუ შუშანიკთან შეუშვებენ ვინმეს სანახავად, იგი თვითონ დამნაშავედ არ ჩათვლის თავს, მათ ისე დასჯის სიკვდილით და დაუობლებს შვილებსა და დაუქრივებს ცოლებს. ცხადია, ეს სწორედ პილატესთვის დამახასიათებელია, რადგან გახსოვთ, პილატე ის ადამიანია, რომელმაც დაიბანა ხელები, თითქოს დამნაშავე არ იყო და აი ამ ხელების დაბანის შემდეგ აწამა იესო. თუმცა მან იცოდა, რომ იესო იყო უდანაშაულო. აი მისი ნათქვამი თქვენი ხილეთ არის ვარსკენის მიზანიც, როცა ის ეუბნება მცველებს, რომ მე დაგჭით, მაგრამ დამნაშავე არ ვიქნები, თქვენი ბრალი იქნებაო. მეორე შემთხვევა კი, როცა სავლესთან შეგვიძლია პარალელი გავავლოთ, გახლავთ მაშინ, როცა წმინდა შუშანიკი მას ციხეში გადაჰყავს და მათრახით მხედარი, ცხენზე დამჯდარი, მათრახით მიმოფანტავს ადამიანებს. სწორედ ასე იქცეოდა სავლეც შემდგომში პავლე, როგორც გითხარით, როცა ადამიანებს დამასკოს გზაზე მიერეკებოდა საწამებლად და როცა ფიქრობდა, რომ აი ეს ქრისტიანები თუ არ უარყოფდნენ თავიანთ რჯულს, დაესაჯა შესაბამისად, როგორც თვითონ გადაწყვეტდა. ამიტომაც არის, რომ ვარსკენი ასეთი ხალხს არ უყვარს, ხალხი ყოველთვის ცდილობს, რომ დედოფლის მხარე დაიჭიროს და მის სიძულვილს უფრო გამოხატავს, ვიდრე სიყვარულს და ორი დეტალიც უნდა გამოვყოთ საგანგებოდ, განსაკუთრებით აუცილებელი ვარსკენის პიროვნებაზე სასაუბროთ. პირველი ეს გახლავთ დაცინვა სასუფევლის იდეისა. როცა წმინდა შუშანიკი ეუბნება ვარსკენს, რომ მე მიხარია თუ კი აქ დავიტანჯები და იქ განვისვენებო, ვარსკენი ეუბნება, ჰე, განისვენე. ანუ რადგან ვარსკენი დასცინის განსვენების იდეას იმ ქვეყნის არსებობისა, იდეას სასუფევლისა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ის საერთოდ ურწმუნო კაცია, რადგან არ არსებობს ისეთი რელიგია, რომელიც უარყოფს იდეას სასუფევლის. სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა რამისთვის პირდება ადამიანს ცხონებას, მაგრამ ცხონების იდეა თავისთავად ყველა რელიგიაშია. აქედან ჩანს, რომ ვარსკენისთვის მასდეანობა ის რელიგია კი არ არის, რომლის მიღებას უნდოდა და რომელიც მოსწონდა ან უყვარდა. არამედ მასდეანობა მისთვის არის საშუალება დაწინაურებისა, პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და ვარსკენ გორგასლის წინააღმდეგ ბრძოლისა. საერთოდ ურწმუნო კაცისგან სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი. ხოლო მეორე გახლავთ უკვე წმინდა შუშანიკისეული შეფასება ვარსკენ პიტიახშის თითქმის ფინალში ნაწარმოების, რადგან მოგეხსენებათ სტრუქტურა ნაწარმოების ბოლოში ვარსკენი აღარც ჩანს, იმიტომ რომ უკვე შუშანიკის განდიდება იწყება და საჭიროა ჩვენება მისი მოწამეობრივი ღვაწლის სრულყოფილებისა. იქ უკვე ვარსკენისთვის ადგილი აღარ რჩება, აი ერთ-ერთი ბოლო სახელი ვარსკენის გახლავთ საწუთრო მეუღლე. მას შუშანიკი მოიხსენიებს ამგვარად, როცა ის ამბობს, რომ მე უფალთან მივალ და განვეშორები ჩემს საწუთრო მეუღლესაო. არავინ გამოჩდაო, რომელიც აი ჩემს საწუთრო მეუღლეს რაიმეს ჩემთან დაკავშირებით ეტყოდაო. საწუთრო მეუღლე, გესმით ალბათ, არის
მარადიული მეუღლის ანტონიმი და თუ ადამიანისთვის უფალი სიძე მარადიული მეუღლეა, საწუთრო მეუღლე, ანუ მიწიერი მეუღლე, ასე ხაზგასმით ნათქვამი შუშანიკის მიერ, არის ის, ვინც უპირისპირდება უფალს, ვინც უფლის საპირისპირო მოქმედებითა და ხასიათით გამოირჩევა. და ავტორსაც სწორედ ეს უნდა ეჩვენებინა. ვარსქენი არის ის კაცი, რომელიც თავისი ბუნებით, თავისი არსით და გაცნობიერებულად არის წინააღმდეგი ქრისტიანული სარწმუნოებისა და თავისი მამულის ორგული კაცი. ამიტომაც ასახა მან ასეთი ვარსქენ პიტიახში. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.